გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ ანიმე ნარუტოზე, ალბათ იცით, თუმცა თუ არ იცით, ანიმე ნარუტოს ძალის სისტემას ახლა ავხსნი. არის ბევრი სახის სტილი, ძალის სტილი, ბევრი, ასე რომ მოდი დავიწყოთ თითოეული სახსრა. ესენია ტაიჯუცუ, ნინჯუცუ, გენჯუცუ და დოჯუცუ. დავიწყოთ ტაიჯუცუს. ის არის მუშტებით ბრძოლა და მას აქვს თავის ტექნიკები. შემდეგია ნინჯუცუ. ნინჯუცუ არის ჩაკრის გამოყოფა და მისი ძალის დემონსტრირება ნებისმიერი სტიგით ერთ-ერთით. წყლით, ელვით, მიწით, ცეცხლით ან ჰაერით. შემდეგი არის გენჯუცუ. გენჯუცუ არის ილუზია, რომელიც რეალურად არ არის, თუმცა ძალიან მტკივნეული და წელვადია. და ბოლო არის დოჯუცუ, რომელიც იგივე არის მაგიური თვალის ძალა, თუმცა ის ძირითადად მაინც ოჯახიდან მოყვება, ასე რომ ბევრს არ აქვს. ამ ვიდეოში განსხვავებული ის იქნება, რომ დავიწყებთ მე-20-დან ჩამოსვლას და დავიწყოთ. მე-20 პერსონაჟი არის დანზო შიმურა, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი შარინგანი, ფლობს ქარისტიკიას, კარგად აქვს გამოცდილება და ჭკუა, აქვს ჰაშირამას უჯრედები, თუმცა ტაიჯუცუში ცოტათი სუსტია, ამიტომ ჩემი აზრით მე-20 ადგილი. მე-19 ადგილზე გავიდა უჩიჰა შისუი გენიოსი, რომლის სრული ძალებიც ბოლომდე არ ვიცით, თუმცა ვიცით, რომ ორივე თვალში ჰქონდა მანგიკიო შარინგანი, რის გამოც იყენებდა სუსანოს. სუსანო კი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯუცუა, ამიტომ დამსახურებული მე-19 ადგილი. მე-18 ადგილზე გავიდა ოროჩიმარუ, რომელსაც აქვს ჰაშირამას უჯრედები მიღებული, ფლობს ისეთ აკრძალულ ტექნიკებს, როგორიც არის ედო ტენსეი, ასევე აქვს ხუთივე სტიქია, აქვს აღდგენის უნარი, აქვს გამოძახების ჯუცუ, აქვს ჭკუა, ასე რომ საპატიო ადგილი. მე-17 ადგილზე გავიდა კილერ ბი, რომელსაც ყავს 8 კულდა მონსტრი და ტაიჯუცუში არის ძალიან ძლიერი, ნინჯუცუც კარგად გამოსდის და ამიტომ ჩემი აზრით დამსახურებული ადგილი 8 კულდას ხარჯზე. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთლიან ტაგას კინაღა მხოლოდ მარტო მოუგო. მე-15 ადგილზე გავიდა უჩიჰა იტაჩი, რომელსაც ორივე თვალში ჰქონდა მანგიკიო შარინგანი, ფლობდა სუსანოს, ამატერასუს, ნინჯუცუში იყო ძლიერი, ტაიჯუცუში ნორმალური, გენჯუცუში უძლიერესი, დოჯუცუში უძლიერესი. ასე რომ დამსახურებული ადგილი. მას აქვს ორი ნაკლი, ერთი რომ ჩაკრის უკმარისობა აქვს, მეორე დაავადებით იტანჯება, ასე რომ მეტი წინ ვერ გაუშვი. მე-15 ადგილზე გავიდა ტობირამა სენჯუ მეორე ჰოკაგე, რომელიც შექმნილიც არის ისეთი ტექნიკები, როგორიც არის ედო ტენსეი, ფრინავი რაიჯინი, ჩრდილის კლონების ჯუცუ და ასე შემდეგ. და საუკეთესო იყო წყლის ტექნიკებში, ტაიჯუცუშიც, ასე რომ დამსახურებული მე-14 ადგილი. მე-14 ადგილზე გავიდა ჯირაია, რომელიც ისეთ ადამიანებს ასწავლიდა, როგორიც არის ნარუტო, ნაგატო, მინატო და ასე შემდეგ. ის ფლობს ხუთივე სტიქიას, აქვს თავისი გამოგონილი ტექნიკები, ფლობს რასენგანს, ფლობს სეიჯ მოუს და გამოძახების ჯუცუში არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ასე რომ დამსახურებული მე-13 ადგილი. მე-13-ზე გავიდა პეინი, იგივე ნაგატო, რომელიც ფლობს რინენგანს, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დოჯუცუს, არის ნინჯუცუში უძლიერესი, რადგან ხუთივე სტიქიას ფლობს, გენჯუცუებიც ძალიან მაგარი აქვს, გამოცდილებაც აქვს და ჭკუაც, ასე რომ დამსახურებული ადგილი მე-13-ზე. მე-12 ადგილზე გავიდა კონოჰას ყვითელი არვა, იგივე ნამიკაძე მინატო, რომელიც იყო ყველაზე სწრაფი, აქვს ძალიან მაღალი ბათლ IQ, ფლობს ხუთივე სტიქიას, მისი შექმნილია რასენგანი, ფლობს ბაყაყის გამოძახების ჯუცუს, არის საოცარი ჩაბეჭდის ჯუცუებში, ფლობს ფრინავი რაიჯინის ტექნიკას. კურამასთან ერთად აქვს CM მოუდი, ასე რომ ჩემი აზრით ძალიან საპატიო ადგილი. მე-11 ადგილზე გავიდა კონოჰას ლეგენდა, კონოჰას დამაარსებელი პირველი ჰოკაგე, ჰაშირამა სენჯუ, რომელსაც ჰქონდა ხის ტექნიკა, მას აქვს ორი გამორჩეული ჯუცუ, 1000 ხელის დარტყმა და ხის გოლემი. ხის გოლემი ჩაკრებს აცლის მოწინააღმდეგეს, 1000 ხელის ჯუცუ კი უბრალოდ ანადგურებს მოწინააღმდეგეს. მან შეძლო დაამარცხა თვითმადარა, ასე რომ საპატიო ადგილი. კარგი, დროა გადავიდეთ ტოპ 10 ყველაზე ძლიერ პერსონაჟზე ნარუტოდან. მე-10 არის ოწუწუკი ინდრა, რომელიც ფლობს მანგიკიო შარინგანს ორივე თვალში, აქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სუსანო, აქვს 6 გზის ბრძენის ჩაკრა, ფლობს ასევე ნინჯუცუს ძალიან კარგად და აქვს ტექნიკა ამატერასუ, რის გამოც ძალიან საპატიოდ უნდა დაიკავოს ეს ადგილი. შეიძლება ბევრი შემედაოთ, მაგრამ ეს ჩემი აზრია. მოკლედ, მე-10 ადგილზე გავიდა ოწუწუკი ინდრა. მე-9 ადგილზე გავიდა ინდრას ძმა აშურა, რომელიც ფლობს 6 გზის ბრძენის ბურთებს, 6 გზის ბრძენის კვერთხს და 6 გზის ბრძენის ჩაკრას, ასევე ფლობს რასენგანის ჯუცუს, აქვს ხის ტექნიკები, როგორც ჰქონდა ჰაშირამას, თუმცა უფრო ძლიერი.
და მან დაამარცხა ინდრა, ასე რომ საპატიოდ იკავებს მე-9 ადგილს. მერვე ადგილზე გავიდა კაკაში შატაკე, რომელიც ყველაფერს აკოპირებს თითქმის, რასაც დაინახავს, ფლობს ძალიან ძლიერ სუსანოს, რადგან მან შეერთა სუსანო და კამუი და სუსანოში აქვს გიგანტური შურიკენები, რომლებიც კამუის მეშვეობით იყენებენ ამ ძალას. აქვს გამოცდილება ჭკუა და სისწრაფე და ფლობს გენჯუცუს და აქვს გენჯუცუს წინააღმდეგ იმუნიტეტი. მე-7 ადგილზე გავიდა კაკაშის უახლოესი მეგობარი მაიტო გაი, რომელიც არის ძალიან სუსტი ნინჯუცუში, გენჯუცუში და დოჯუცუში, თუმცა ტაიჯუცუში იმდენად ძლიერია, რომ თვით მადარამაც კი აღიარა. ის იმდენად სწრაფია, რომ ჰაერზე დარბის და ცეცხლი ეკიდება. თვით მადარა რომ გაღიარებს, რომ ხარ უძლიერესი, ეს უკვე დამადასტურებელი საბუთია იმისა, რომ მართლაც უძლიერესი ხარ. თუმცა უფრო მაღალ ადგილზე ვერ დავაყენებ, რადგან მერვე კარიბჭეში მხოლოდ დროებით არის. მე-6 ადგილზე გავიდა უჩიჰა ობიტო, რომელსაც აქვს 6 გზის ბრძენის ჩაკრა, 6 გზის ბრძენის ბურთები და 6 გზის ბრძენის კვერთხი. შეწოვილი ყავს ატყუ და ფლობს იმ ყველა ტექნიკას, რასაც ფლობს კაკაში, რადგან კაკაში მისგან აიღო ეს ძალები. აქვს რინენგანი და მანგიკიუ შარინგანი, აქვს ასევე გამოცდილება, აქვს აშინამას უჯრედები, რის გამოც ხე სტილს ფლობს და ამდენი მიზეზის შემდეგ, რა თქმა უნდა, ის არის მინიმუმ მე-6 ადგილზე. გადავიდეთ შემდეგზე. მე-5 ადგილზე არის უჩიჰა სასკე, რომელსაც აქვს 6-ტომიანი რინენგანი, აქვს ერთ თვალში გაერთიანებული 2 მანგიკიუ შარინგანი, სუსანოსი და ამატერასუსი. ტაიჯუცუში არის ძალიან ძლიერი, ნინჯუცუში ხომ უფრო ძლიერი, გენჯუცუში და დოჯუცუში კი საერთოდ ძლიერი. არის ჭკვიანი, არის სწრაფი და მან თავის პრაიმში, ანუ საუკეთესო მდგომარეობაში, როდესაც გამოიყენა სუსანო, გააქტიურა ინდრას ისარი, რომელიც არის ძალიან ძლიერი ძალა და მან შეიწოვა 10-ვე კუდიანის ძალები და ჩაკრები, ამიტომ ის, რა თქმა უნდა, იმსახურებს ნომერ მე-5 ადგილს. მე-4 ადგილზე გავიდა მისი მეგობარი უზუმაკი ნარუტო, მთავარი პერსონაჟი, რომელმაც დაამარცხა სასკე, რადგან მას აქვს 6 გზის ბრძენის ჩაკრა, 6 გზის ბრძენის ბურთები და 6 გზის ბრძენის კვერთხი. ის არის ძალიან ძლიერი ნინჯუცუში და ტაიჯუცუში. ასევე ფლობს სენჯუცუს, შექმნა ისეთი ტექნიკები, როგორიც არის რასენ შურიკენი, ლავის რასენ შურიკენი და ლავის რასენგანი. მან კურამას ვირტუალური სახე შექმნა ჩაკრით, ის გაასამა გაჩრდილის კლონებით და ისვრის ძალიან ბევრ ლავის რასენ შურიკენს, ფლობს ეიჯ მოუდს, ასე რომ საპატიო ადგილი. მე-3-ზე გავიდა უჩიჰა მადარა, რომელსაც ყავს ატყუ და აქვს 6 გზის ბრძენის ჩაკრა, 6 გზის ბრძენის კვერთხი და 6 გზის ბრძენის ბურთები შერეული ლავასთან. არის საკმაოდ ძლიერი ტაიჯუცუშიც, გენჯუცუში არის ძალიან ძლიერი, ასევე დოჯუცუში და არის ნინჯუცუში. მას აქვს 2 რინენგანი და ასევე ჰქონდა ერთ დროს მანგიკიუ შარინგანიც. ასევე აქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თვალი რინე შარინგანი. მას აქვს ჰაშირამას უჯრედები, არის ძალიან გამოცდილი, ჭკვიანი და სწრაფი, ასე რომ ძალიან საპატიო მე-3 ადგილი მადარა უჩიჰას. მეორეზე გავიდა კაგუია ოცუცუკი, რომელსაც აქვს რინე შარინგანი უბრალოდ უფრო ძლიერი, მან შექმნა ნინჯუცუ და ყველა ჯუცუს ფლობს, რაც არსებობს ნინჯუცუში. მას ყავს ატყუ და აქვს ფაქტიურად ულევი ჩაკრა, არის სხვათა შორის სწრაფი, შეუძლია გრავიტაციის შესვლა და მართვა და მისი ყველაზე ძლიერი ძალა ის არის, რომ ის არის უკვდავი, მხოლოდ მისი ჩაბეჭდა შეიძლება და ვერ ჩაბეჭდავ თუ არ გაქვს 6 გზის ბრძენის ძალა. ამიტომ უბრალოდ თითქმის უკვდავია. მეორე ადგილი. იმდენჯერ ვახსენე 6 გზის ბრძენი, რომ 6 გზის ბრძენი რომ არ მეთქვა ტოპოცეულში, სამარცხვინო იქნებოდა. პირველი ადგილი ჰაგორომო ოცუცუკი, კაგუიაშვილი, რომელსაც ყველაფერი აქვს 6 გზის ბრძენის, ყავს 10-ვე კუდიანი მხედი, სინო უпроსწორად თავის შექმნილია. აქვს რინე შარინგანზე ძლიერი ფორმა, რინე შარინგანი 6-ტომიანი, აქვს ორივე თვალში რინენგანი, არის ყველაფერში ძლიერი, ნინჯუცუში, გენჯუცუში, დოჯუცუში, ტაიჯუცუში და მისი ყველაზე ძლიერი ძალა ის არის ასტრალის მდგომარეობაში და ვერ მოკლავ და აკონტროლებს მთლიან ჯოჯოხეთს, ასე რომ რა თქმა უნდა პირველი ადგილი. შენ კი მითხარი ამ სტილის ვიდეო შემდეგ რომელ ანიმეზე გადავიღო? პირველი არის გრძელი ანიმე ისევ ბლიჩი, რომელსაც ექნება ტოპოცი პერსონაჟი, თუ Fullmetal Alchemist-ის სრულმეტალისებრი ალქიმიკოსი, რომელიც არ არის ძალიან გრძელი, თუმცა აქაც გავაკეთებ 20 პერსონაჟს. მოკლედ აირჩიე და კომენტარებში დაწერე თუ მოგეწონა ვიდეო და ლაიქე. შეხვედრამდე.